მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ მიმყოფებით ლალიანთიძის საკვირაო სკოლაში. ეს არის პოდკასტი ლალისთან ყავაზე და დღეს ჩემი სტუმარია ლუკა თეთრაძე. ლუკა არის სტუდენტი, რომელიც წლების განმავლობაში ცხოვრობდა რუსეთში, შემდგომ საქართველოში ხდება სტუდენტი და გონია რომ მე დამაინტერესა ლუკას პირადმა შეხედულებებმა, მისმა პირადმა გამოცდილებამ, იმ ემპირიულმა წერტილებმა, რაშიც მოდება ქონდა როგორც ქართულ, ასევე რუსულ საგანმანათლებლო სივრცესთან და მინდა რომ ამ თემებზე ვესაუბრო, რომ რაღაცნაირად გამოჩნდეს ის განსხვავება, კონტრასტი ან მსგავსება ჩვენსა და რუსულ განათლების სისტემას შორის და ძალიან კარგი არის, როცა ასეთ პრობლემაზე ისეთ ადამიანთან გაქვს საუბარი, რომელსაც პირადად გამოუცდია ეს ყველაფერი. დიდი მადლობა ლუკა, რომ დღეს ჩემი სტუმარი ხარ. მადლობა შესაძლებლობისთვის. მე ყოველთვის ნადირობ ისეთ რესპონდენტებზე, აი ბათუმში რომ ჩამოვა, აი შენაირი ახალგაზრდა ყოველთვის სურვილი რომ ჩემს პოდკასტში გამოჩნდეს პირველი და არასდროს არ ვერიდები ისეთი ადამიანების გამოჩენას, ვინც შეიძლება საზოგადოებას საერთოდაც პირველად დაინახა. მე თუ ვთვლი რომ საინტერესო არის ის და საინტერესო იქნება გადაცემისთვის, ყოველთვის მომყავს ხოლმე და მგონია რომ შენც ასეთი ადამიანი ხარ. მადლობა დიდი და მართლაც მნიშვნელოვანია და მიხარია რომ ეგეთ შესაძლებლობა და სივრცეები ზოგადად არის. რომ საზოგადოების დაკვეთვა უკვე დიდი ხანი არის, ეს ახალი სახე, ხო, ახალი სახეები, რომლებსაც შეუძლიათ საუბარი და შეუძლიათ ახალი ხედვები შემოიტანონ როგორც აკადემიურ სივრცეში, ასევე პოლიტიკურ ნაწილში და სხვაში. მოდი დავიწყოთ იმითი, რომ შენ რამდენი წელი სწავლობდი რუსეთში, რამდენი წელი არა საქართველოში ხარ და მე როგორც ვიცი, საქართველოში რომ ჩამოხვედი, მე ისწავლე ქართული ენა, ხო? თუ როგორ იყო შენი? ლაპარაკობდი, მაგრამ წერა-კითხვა არ ვიცოდი და ეს გამოდის ნახევარი წლით ადრე, ვიდრე ჩამოვიდოდი საქართველოში, მომიწია ამბანის შესწავლა და მე რომ ჩამოვედი საქართველოში, ერთი წელი მქონდა იმისთვის, რომ ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებულიყავი, ჩამეფარებინა და გამხდარიყავი სტუდენტი. რუსეთში დავიბადე, ქალაქ ნიჟნი-ნოვგოროდში, მოსკოვთან, რუსეთის ზომებიდან გამომდინარე, საკმაოდ ახლოს 400 კილომეტრშია, საკმაოდ ახლოს ითვლება. იქ დავიბადე 16 წელი ვცხოვრობდი. ისე იგი ეს არის სადღაც ბათუმიდან კახეთამდე, ხო? ხო, რა ეგრე გამოდის მიახლოებით და სკოლაში გავატარე რამდენი, 10 წელი გამოდის. 10 წელი ვისწავლე სკოლაში და მე 2023 წლის არა და 22-ში ოჯახით გადმოვედით საქართველოში. შემდგომ აი რა იყო ის პირველი როგორ გითხრა რაღაცა პირველი კონტრასტი, რასაც წააწყდი? თუ იგივე გარემოში მოხდი, სადაც არა, იგივე გარემოში ეხლა უგრძნობ თავს სამწუხაროდ. ზოგადად უცნაური გრძნობა მაწუხებდა ყოველთვის. იმის და მიუხედავად რომ საქართველოში იშვიათად ვიყავი, ზაფხულობით ჩამოვდიოდი ხოლმე, ყოველთვის ვიცოდი რომ რუსეთი არ არის ჩემი სამშობლო და ჩემი სამშობლო არის საქართველო, თბილისი, თბილისელი ვარ და ჩემი გვარიც თბილისში ცხოვრობდა ყოველთვის. ვიცოდი რომ საქართველო არის ჩემი სამშობლო და ყოველთვის მინდოდა დაბრუნება და როდესაც დავბრუნდი, საკმაოდ დიდი კონტრასტი ვიგრძენი, იმიტომ რომ თავისუფლება რუსეთთან შედარებით აშკარა არის. აშკარა არის არა მარტო აკადემიურ სივრცეში, არამედ საზოგადოებაში. ის განცდა და მათ შორის სურვილი, რომ ჩვენმა საზოგადოებამ ეს თავისუფლება შეინარჩუნოს და მათ შორის მოიპოვოს კიდეც, ხო? იმიტომ რომ ძალიან ბევრ რამეში სამწუხაროდ თავისუფლება გვაკალია. ან უბრალოდ ცდილობენ რომ შეგწყვიტონ მაგ საკითხში. ამიტომაც რუსეთი მაგ კუთხით საოცარ ბრჭყალებში ქვეყანაა. იმიტომ რომ რუსის საზოგადოება
მიესწრაფის კი არა და საკმაოდ კომფორტულად გრძნობს ამ არათავისუფალ გარემოში თავს. მათ შორის კარგად მახსოვს, აი ბავშვობიდანვე 14 წლიდან მაინტერესებს პოლიტიკა და ვცდილობდი ყველანაირად შემესწავლა, როგორც რაც საგარეო პოლიტიკა, ასე რაც საქართველოს რუსეთის პოლიტიკა, ასე ზოგადად როგორც მეცნიერება და სულ აი ეს კითხვა მქონდა, რომ რატომ მოსწონს რუს საზოგადოებას პუტინი. იმიტომ რომ რუსეთში მით უმეტეს პროვინციულ ქალაქებში რომ გაიარო, იქ სამაგალითო არაფერი არ სჭირს იქაურობას. ბანალურად აი არანაირი სურვილი არ უნდა კონდეს იქ რომ ცხოვრობდე. როგორც ახალგაზრდას, ასევე სხვას და აი სადღაც მე-5 კლასში ან ცოტა შეიძლება მე-6 კლასში ჩავატარე პატარა სოციალური კვლევა ჩემს კლასში. და დაუსვი კითხვა ჩემს თანაკლასელებს, რომ რატომ მოგწონთ პუტინი და ხომ არ გინდათ რომ მაგალითად პუტინის მაგერად სხვა ვინმე იყოს. ძალიან გამბედავი ბავშვი ვიყავი. მაგრამ ხო, და ერთი გოგოს პასუხი დღემდე მახსოვს. ძალიან აი ჩემთვის შთამბეჭდავი იყო. რომ ეს რაღაც მითხრა რომ პუტინის დროს დავიბადეო, პუტინის დროს ცხოვრობო და რატომ უნდა ვიცხოვრო მომავალში იმ ქვეყანაში, სადაც პრეზიდენტი იქნება სხვა. პუტინი არისო და კარგი კაცი არისო. წარმოიდგინეთ მე-5 კლასის მოსწავლე, ხო? რომელიც არ მინდა არაფერი ისე პირადული, მაგრამ არც პოლიტიკაში ერკვეოდა და არც დიდად არაფერში, ხო? და მე-5 კლასელი ხარ როგორ გაერკვეოდა. ხო, ანუ ეს ოჯახიდან შეწოვილი ინფორმაცია. დონეზე შეწოვილი, აი მართალი ბრძანდებით ინფორმაცია არის. და სხვათა შორის ეს ხო არა მარტო აი რაც შიდა პოლიტიკას ეხება. მათ შორის ეს იმპერიალიზმი, რომელიც ცხადია რუსებს ახასიათებს, ამ იმპერიალიზმს არ რაღაც იღებენ, არ რაღაც იმპერიალისტები არ ხდებიან, რაც უკვე დიდ ასაკში, არა, ეს ბავშვობიდანვე მოყოლებული არის ოჯახიდან და ქვეცნობიერების დონეზე ჩაბეჭდილი რამაა, რომ მაგალითად რა სიძახეთ. აი ყირიმის თემა ყოველთვის აქტუალური ახლა იყო მით უმეტეს რომ ცხოვრობდი. იქ მის და მიხედავთ რომ ომი შეიძლება ყირიმში ისე მოხდეს რომ ყირიმში არც ჩავიდეს. ხო, ანუ რას ნიშნავს რომ ყირიმი არ არის რუსული? რას ნიშნავს რომ არ არის რუსეთი? ხო, ყირიმი რუსეთია. საქართველოსაც მასე იქნება. საქართველოზე მასე არის, ну ჯერ ერთი ხო საერთოდ არ არიციან არც აფხაზეთის, არც ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის თემა. აფხაზეთი მათთვის ჩვეულებრივად დამოუკიდებელი სახელმწიფო არის, ვითომ რაღაც, ხო? ну მათთვის ასე ისწავლება, ხო, სკოლაში ცალკე. ეს ძალიან კარგი რამე გამახსენდა, მახსოვს გეოგრაფიაში მქონდა გამოცდა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის რუკა იყო, აი საზღვრები და უნდა დაგეწერა რა ქვეყანა და დაახასიათება, სად იმყოფება და ასე შემდეგ და ну ეხლა რაღაც ქვეყნები იყო ზუსტად აღარ მახსოვს ჩამონათვალი, მაგრამ კარგად მახსოვს შემხვდა რაღაც აი ქვეყანა არის და ვუყურებ გეოგრაფიასთან ახლა კარგად ვიცი ცოტა. ტრაბახში არ ჩავთვალოთ, მაგრამ ვიცი. ვუყურებ და ვერ ხვდები რა არის. ვუყურებ, ვაკვირდები და მე ხვდები რომ საქართველო არის. უბრალოდ აფხაზეთის და საბაჩაბლოს გარეშე. საქართველო იყო საქართველო არის, ხო, ანუ აფხაზეთის და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის გარეშე. ну მე მივახატე იქ და ისე ჩავაბარე, მაგრამ ხო, ანუ აფხაზეთის თემა არიციან. გონიათ რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო არის და ну საქართველო, რა თქმა უნდა, რაღაც ჩვეულებრივი ქვეყანა რუსეთის უკანა ეზო, სადაც ну ჩადიან რომ ელარჯი გავუწელოთ. ეს კატასტროფა ინდა ბავშვებს აქვთ, აი ეგეთი დამოკიდებულება. ხო, ანუ ეს რაღაც ტურისტული ქვეყანა არის, სხვათა შორის თურქეთისაც იგივე დამოკიდებულება აქვთ. რაღაც აი ჩახვიდე, იბანავე, წამოხვიდე, გემრიელი ხაჭაპური ჭამო და ქართული ცეკვა ნახო. მაგრამ ეხლა პატივისცემაზე ზედმეტია საუბარი. ხო, პატივს არ გვცემენ ეგენი, ხო? უბრალოდ სამზარეულო გემრიელი გვაქვს. მაგას აღიარებ. შენ როგორც განსხვავებული, აი ქართული გვარი გაქვს, ხო, მაგის გამო გქონდა რაიმე ესეთი წაწყდომი ხარ, აი ნაციონალისტურ. კი, იყო ეგეთი დამოკიდებულება, რომ ქართველია,
რომ რაღაც აი სრულფასოვანი არ არის. როგორც სხვათა შორის სკოლის ადმინისტრაციაზე და ყველაზე ირონიული ისაა რომ ბოლო წლები სასულიერო გიმნაზიაში გავატარე. ზოგადად რელიგიის თემა მაინტერესებდა ძალიან, ეხლაც მაინტერესებს და გადავწყვიტე რომ უფრო ხომად შემესწავლა თავის დროზე. ანუ და იქაც როგორც ადმინისტრაციის მხრიდან იყო ეგეთი დამოკიდებულება რომ ნუ რაღაცა ქართველია რა. ნუ ჩანდა. პირდაპირ არ იძახდნენ, მაგრამ აი რო გრძნობ მაგ დამოკიდებულებას. კარგია რომ პირდაპირ არ იძახდნენ. კი, მაგრამ მაინც ჩანს რა. და ნუ ახლა სკოლის მოსწავლეებისგან ეგრეთ წოდებული ბულინგი ხო სამწუხაროდ სკოლებში, როგორც საქართველოში, ასევე რუსეთში ეს ნორმალური რამაა და იმას კიდე საქართველოში ნორმალური არ არის. ნორმალური მაგრამ ნორმალურად აღქმული არ არის. ანუ სამწუხაროდ არსებობს, აი არასწორად თქვი, სამწუხაროდ არსებობს და საჭირო რომ უფრო მეტი კონტროლი იყოს მაგ კუთხით, ხო? და ხო, ეგეთი დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, იყო, მაგრამ ნუ იქ ახლა მე მაინც დიდად ვერაფერს ვერ მეუბნებოდი, ნუ ვიცოდი როგორ დამეცვა თავი. საინტერესო. ისე არ უკვირდათ, აი როცა ასე ძალიან კარგად მეტყველებ რუსულად რაღაცნაირად ის ალბათ იმ სფეროს ნაწილი იქნებოდი, ხო, რახან იქ გაიზარდე და იქ დაიბადე და იქ ცხოვრობდი. ინტეგრირებული საზოგადოებაში ვიყავი მაინც, ხო, იმიტომ რომ ახლა რუსული მართლაც კარგად ვიცი, მათ შორის ძალიან კარგად მესმის ზოგადად რუსული მენტალიტეტი. როგორი საზოგადოება არის და ნუ ახლა ვიცოდი გარკვეულ პერიოდში როგორ უნდა მოქცეულიყავი, იმიტომ რომ თლად ისე მოიქცევი, იცით რა არის ღირსეულად მოიქცევი ხოლმე ძალიან დიდი პრობლემები შეგექმნება რუსეთში. საზოგადოებაში და ნუ ახლა ზოგადად სახელმწიფოს მხრიდანაც ეს არა რაღაც გამონაკლისი და იშვიათობა. მე მახსოვს ძალიან კარგად ჩემი ლიტერატურის მასწავლებელი მეუბნეოდა რომ აი შენ ხო რუსეთში დაიბადე, რუსულად ლაპარაკობო, მათ შორის სხვათა შორის რუსული ლიტერატურა მიყვარდა და ეხლაც მიყვარს რაც არის მართლა დიდებული და ძალიან საინტერესო ლიტერატურა და მწერლები ყავთ, რომლებიც სხვათა შორის თითქოს ყველა დიდი რუსი მწერალი რო ავიღოთ, რუსეთს აკრიტიკებდა და პოეტები ჩვენ უკეთესი ყავს. კი, ეგ რა თქმა უნდა. და ესეთ რამეს მეუბნეოდა რომ ხო შენ ხო რუსეთში დაიბადე, შენ რუსულად ლაპარაკობო, შესაბამისად რუსი ხარო. რაზეც ყოველთვის პროტესტი მქონდა ბითბიზეტის ერთი გაკვეთილი მახსოვს, სადაც აი მაწვებოდა ფაქტობრივად და ვიძახდი რომ არა ვარ რუსი. ანუ ხო რუსეთში დავიბადე, კი ბატონო, ხო რუსეთში რაღაც ვიზრდები და ვსწავლობ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ რუსი ვარ, ხო? ქართველი ვარ, სოფლდელობით ქართველი ვარ და ქართველიც ვიქნები. ეგ ისეთ კულტურებში ხდება, როდესაც სამოქალაქო ცნობიერებაზე მაღლა ეთნიკური კუთვნილება დგას და ჩვენც ეგ პრობლემა გვაქვს, ნელ-ნელა გვეცვლება ეგ დამოკიდებულება და მე ძალიან მიხარია. აი უკრაინა მოახერხა, რომ სამოქალაქო ცნობიერება უფრო მუშაობს იქ, ვიდრე ეთნიკური კუთვნილება და ეს ძალიან საინტერესო არის თავისთავად. კი. და სკოლაში თვითონ აი საკაკუთილო პროცესში მაინტერესებს, აი როგორ მიმდინარეობდა, აი რამდენად იყო თანამედროვე მეთოდოლოგია გამოყენებული, აი თანამედროვე პედაგოგიკის მიდგომები თუ ისევ ის დამოკიდებულება ვთქვათ. არანაირად. რეალურად რუსეთის განათლების სისტემაზე, სასკოლო განათლების სისტემაზე შეიძლება ითქვას, რომ იგივე საბჭოთა კავშირის განათლების სისტემა არის. ერთადერთი რაც შეიძლება კოსმეტიკური ცვლილებები და ნუ ეთიკური ცვლილებები რაღაც ძალიან წვრილმანი შედგა, მაგრამ რეალურად იგივე არის რაც იყო. ორი სიტყვით ვიტყვი რა მაყურებლისთვისაც რომ უფრო გასაგები იყოს, საბჭოთა კავშირი, აი ხშირად ამეუბნებიან, რომ აი საბჭოთა განათლების სისტემა რითი არის კარგი, საბჭოთა განათლების სისტემამ რაღაცა უამრავი ნობელიანტი წარმოშვა და რაღაც მსგავსი მაგალითები მოაქვთ ხოლმე. ბოლოს და ბოლოს საბჭოთა კავშირი იყო ქვეყანა, რომელმაც მოახერხა და
კოსმოსი პირველად აითვისა, ხო? პირველი ადამიანი საბჭოთა კავშირიდან გაფრინდა რა. კოსმოსში, ну, რაღაც არგუმენტები არის ამის სასარგებლოდ, მაგრამ საქმე ის არის, რომ მე ყოველთვის პასუხობ და ჩემი პასუხი არის ეს, რომ საბჭოთა კავშირის რითი განსხვავდება საბჭოთა კავშირის განათლების სისტემა თანამედროვეობისგან, ხო? მიზნები არის სხვადასხვა. საბჭოთა კავშირის პირობებში უნდა ყოფილიყო ინფორმირებული ადამიანი რა გაგებით. ცოდნის მოცულობა უნდა ყოფილიყო დიდი, მაგრამ არავინ არ იცოდა ეს ცოდნა რაში უნდა გამოეყენებია. ხო, ესე იგი, მოდი ასე ვთქვა. როგორც სისტემა გადაწყვეტა საბოლოოდ. ცოდნა და განათლება მე მახსოვს, აი ეხლაც რამდენიმე წიგნი გვაქვს ფილოსოფიაში ამიცი საბჭოთა პერიოდში გამოცემული აი სტუდენტებთან რაღაცა შემყვა ერთი წიგნი, იმიტომ რომ გუნამთებზეც ის წიგნი იყო და მინდოდა რომ ეს ბავშვებს წაეკითხა და ჩვენ როგორ კითხულობდით. აი რადონის დისიდენტური იყო თვითონ განათლებასთან დამოკიდებულება, რომ აი ფილოსოფოსები, ქართველი ფილოსოფოსები ასე წერდნენ, რომ აი ბურჟუაზიული საზოგადოებაში ეს პრობლემები დგას და აი ამას და ილანძღებოდნენ ამ მიმართულებით რაღაცა 1-2 კრიტიკული ფრაზა უნდა ყოფილიყო და ჩვენ ამას პირიქით ვკითხულობდით ჩვენ ვიცოდით რომ სადაც ბურჟუაზიული ფილოსოფია და ბურჟუაზიული საზოგადოება ის არის სწორი და კარგი ასე ვკითხულობთ და ჩემ სტუდენტებს ისე გაუჭირდათ ამის აღქმა მივხვდი რომ რაღაცა სხვა პარადიგმაში ვართ აი ამით მივხვდი რომ იქ განმარტება დამჭირდა ბავშვებთან რომ ეს ბურჟუაზიული რაღაცა ნეგატიურში იყო მოქცეული ეს რომ დასავლური აზროვნება იგულისხმებოდა და ბურჟუაზია იქ არაფერ შუაში არ იყო ამის განსახილველად და აი ეს არის სწორედ ერთი არის რომ რაღაცა ინფორმაციას მიაწოდებ მაგრამ ამ ინფორმაციას ჭირდება მისი შეფასებითი ნაწილი აი ეს აზროვნებაზე ორიენტირებული სწავლება და აი ამ შეფასებით მიდგომებზე ორიენტირებული სწავლება არ იყო საბჭოთა კავშირში საბჭოთა კავშირი ჩერდებოდა იმაზე ინფორმაცია მიაწოდე და მორჩა და თანამედროვე განათლების სისტემა გარდა ინფორმაციისა ითხოვს კრიტიკულ აზროვნებას და პიროვნების ჩართულობას აი ამ საგანმანათლებლო პროცესში და აი ამიტომ ვკითხე რომ აი რამდენად ჩანს ეს იმიტომ რომ მე თვითონ მქონია შეხება ბათუმში იყო ასეთი შემთხვევა აი შეცავით ქართველი იყო ჩამოსული ბათუმში საზაფხულო არტეტიკებზე და ჩემთან მოვიდა ამერიკელიც მყოლია ამერიკელი ქართველიც მყოლია რუსეთიდან ჩამოსული ქართველიც მყოლია და აი ვუყურებდი ხო ამ ბავშვებს რაღაც აბსოლუტურად აი ძალიან დიდი განსხვავება იყო მათ შორის და თუ საინტერესო იქნება მე ჩემ გამოცდილებაზეც მოგეყვებით იმიტომ რომ ეს ბავშვი იყო ჩვეულებრივი მოძალადე რომელსაც რაღაცა თუ არ გამოუვიდოდა ეს რუსეთიდან ჩამოსული რაღაცა თუ არ გამოუვიდა და იმ წუთას გადადიოდა ძალადობაზე და ნუ ძალიან დიდი ბრძოლები დაგჭირდა რომ ეს სიტუაცია დაგველაგებინა. მაშინ როცა ამერიკიდან ჩამოსული თან უფრო პატარა და ამერიკელი ქართველი სვამდა ასეთ კითხვას აი რატო ლაპარაკობენ ასე ხმამაღლა ყველა საკანბაშები რატო ყვირია რატო ლაპარაკობენ ასე ხმამაღლა აი ჩემ სათქმელს იცახე იმიტომ ყვირია რომ არ უსმენ და ასე გონია თუ რაც უფრო ხმამაღლა იტყვიან მით უფრო შესმენილი იქნება მათი საუბარი მოკლედ არის ძალიან დიდი განსხვავება მე პირადად დავიჭირე ეს განსხვავება და აი რამდენიმე მოსწავლეზე და ეხლა აი ეს მინდოდა რომ შენ რაღაცნაირად აი ამის манифестация რომ მოახდინო ხო რომ აი როგორ არის აი რა რითი სუნთქავს ქართველი მოსწავლე განსხვავებით თქვათ რუსი მოსწავლისგან შემიძლია დაგეთანხმოთ იმაში რომ საბჭოთა სისტემა მოსწავლის აწვდიდა უბრალოდ ძალიან ბევრი ინფორმაციას და წერტილი და თქვენი ნებართვით დავამატებ კიდე იმას რომ რეალურად საბჭოთა სისტემა განათლების იყო იმაზე ორიენტირებული რომ აღეზარდა სისტემის ადამიანი. მორჩილი საბჭოთა ადამიანი, მორჩილი რაღაც მონა, რომელსაც არ ექნებოდა და უმეტესობას არც ჰქონდა კრიტიკული აზროვნების უნარი, ხო? ადამიანი, რომელიც იქნებოდა უბრალოდ სისტემის კენჭიკი და ამით მორჩა. რეალურად მაგიტომაც ვთქვი, რომ დღევანდელი რუსეთის განათლების სისტემა სკოლებში და სხვათა შორის უნივერსიტეტებში იგივე სიტუაცია არის, არაფერთ არ განსხვავდება. ანუ სისტემის ამოცანა არის კლაო, რომ აღზარდოს მისთვის
მონა, რომელიც იქნება ჩუმად და იმუშავებს სისტემისთვის. ხოლო თუ ის სისტემის წინააღმდეგ წავა, ამ კეჭინგს აიღებენ, გადააგდებენ და ახალს ჩასვავენ. მათ შორის სისტემის ამოცანა არის, რომ ეს შიში ფსიქოლოგიური ტერორი მაქსიმალურად გაგრძნობინოს. შენ ხარ უბრალოდ შენ არაფერი არ ახარ და ხო და შენ არ იქნები სხვა კენჭები იქნება. უმარტი ან ინდივიდი არ ხარ, ხო? ინდივიდი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხო? სუბიექტი საზოგადოებრივ სახელმწიფოში, ხო? და ინდივიდებზე არის აგებული ზოგადად სახელმწიფო წარმატებული სახელმწიფოს ინდივიდები ქმნიან. ხოლო რუსეთში შემდგომი დამოუკიდებულება რომ ხო შეხარ კენჭიკი რომელიც აი უმარტივესია გადააგდონ და სხვა ჩასვან ამ სისტემაში და სისტემა გააგრძელებს მუშაობას. და სამწუხაროდ ეს ტერორი მუშაობს. საქართველოს შემთხვევაში ჩვენ დადებითი მხარე ამ საკითხში გვაქვს რომ ზოგადად ოჯახშიც თავისუფლება არის. და ბავშვი იზრდება ამ თავისუფლებაში რომ ის არ არის რაღაც არარაობა ხო იმას აქვს უფლებები. რუსეთში სკოლის მოსწავლეებით ყველანი კაცო თავის უფლებები რაც მარტივი უფლებები არ იციან და არც აინტერესებთ სიმართლე გითხრათ. საქართველოში დგას ეგ საკითხი. არც არა კაცო არ დგას სისულელია მან ზოგადად პოლიტიკაზე და ნუ უფლებები ახლა რა თქმა უნდა პოლიტიკის ნაწილი არის. ხო პოლიტიკაზე საუბარი არის სირცხვილი. შენ თუ ლაპარაკობ პოლიტიკაზე განიხილავ ნუ იმის გარდა რომ რა თქმა უნდა რუსეთი დიდებული სახელმწიფოა და ხო ეგ რა თქმა უნდა მოსულა, მაგრამ რაღაც აი პრობლემების განხილვა მით უმეტეს რას იძახით ოპოზიციური აზრები თუ გაწუხებს ეს არის სირცხვილი და გეტყვი ანუ შენ ცოტა გიჟი ხო არა ხარ რას ლაპარაკობ ხო? თან ანუ იმიტომ კი არა რომ ეშინიათ და აბა გავჩვენდეთ მოდი არ ჯობი არ ვილაპარაკოთ. არა, ჯერათ რომ ეს რაღაც აი ესეთი სირცხვილია. არ შეიძლება ამაზე პოლიტიკა ბინძური საქმეა რომ ლაპარაკობენ. ხო სამწუხაროდ ჩვენ საზოგადოებაშიც ხშირად მესმის. ცდილობენ მაგას, მაგრამ ნელ-ნელა ეგ ჩვენთან გალღო ეგ ყინული, იმიტომ რომ აი მაგაშია ზუსტად მაგას უკვე ასე მარტივად ვერ აგვაგდებენ რომ პოლიტიკა შენი საქმე არ არის. მათ შორის ახალგაზრდები, მათ შორის სკოლის მოსწავლეებს აქვს გააზრებული, რომ მათ აქვთ თავისუფლებები, მათ აქვთ მომავალი და ამ მომავლისთვის უნდა იბრძოლონ, იმუშაონ, ხო? ანუ ამით იწყება ყველაფერი. როდესაც შენ გაქვს უნარი გაიაზრო, რომ შენ ხარ მართლაც თავისუფალი, შენ შეგიძლია რაღაცა გააკეთო, შენ შეგიძლია რაღაცა შეცვალო, ხო? მაგით იწყება წარმატებული და მართლაც თავისუფალი სახელმწიფოს ჩამოყალიბება. აი, მე ახლა ვახსენე რუსული ლიტერატურა და ძაღლის გულიდან ერთ მომენტს მოვიყვან მაგალითად, სადაც პროფესორი ხო ექიმი თავარი გმირი ვინც არის თავის ასისტენტს ექიმ ბერმინტალს ეუბნება რომ რეალურად ქაოსი არ არის ჩვენს ირგვლივ ხო და მართლაც ხო ეგრე არის ანუ ქაოსი არ არსებობს ჩვენს ირგვლივ ზოგადად ქაოსი არ არსებობს ერთადერთი სადაც ქაოსი შეიძლება არსებობდეს ეს არის ჩვენს თავებში და სანამ ამ ქაოსს არ დავალაგებთ ცხადია რომ ყველაფერი არეულ-დარეული იქნება ჩვენს ირგვლივ თუმცა როდესაც იქამდე მივალთ რომ რაღაცეებს დავალაგებთ სწორად გავიაზრებთ შეიძლება რაღაც აზრებს შევიცვლით ეგაც ხო რეალურად პროგრესი არის უეცრად მივხვდებით თუ რა საოცრად იცვლება ყველაფერი ჩვენს ირგვლივ სამყარო იცვლება სამყარო იცვლება ხო შენ თუ გინდა სამყარო შეცვალ უნდა დაიწყო შენით და განსხვავება რეალურად ეგ არის ხო ყველაფერი აი ეს სხვაობა და დეტალები ხო ყოველთვის არის ძალიან მარტივი რაღაცეები რა ხო ყველაფერი რთული პროზაული წვრილმანებისგან შედგება ჩვენი წვრილმანებით წვრილმანია ყველაფერი ხო და რეალურად მე ვხვდებით რომ რამდენად მარტივია რომ ჩვენ თუ გვინდა რომ არ დავემსგავსოთ ან არ დავბრუნდეთ იმ წარსულში საიდანაც გამოვახციეთ ჩვენ კი არ ვიღაცას კი არ უნდა ველოდებოდეთ რომ აი ახლა შეცვლის აი მათ შორის განათლების რეფორმა რომ არის ხო ანუ ვიღაცას კი არ უნდა ველოდებოდეთ რომ შეცვლის პირველ რიგში ჩვენ უნდა შევცვალოთ და ჩვენ კი მაგრამ სისტემა ისე არის აწყობილი რომ გაქცევს ჩარჩოებში ვერ შეცვლი არ გიშვებს
რაღაცა გვერდიდან უნდა უკაკუნო, გარედან რომ გამოგაგდებენ ფანჯრიდან შეხვედრა და რაღაც ეგეთი ამბები. მე რა მაინტერესებს იცი? აი ფიზიკურად თუ ეხებოდნენ მასწავლებლები მოსწავლეებს, ანუ თუ იყო ეს ასე ვთქვათ დაშვებული ფიზიკური დასჯა ბავშვის მოსწავლის. ეხლა საბჭოთა სკოლების ბევრი ისტორია მაქვს მოსმენელი, მათ შორის მამაჩემიც მიყვებოდა დედაჩემი. ესეთი აი რაღაც ფიზიკური ძალადობა უშუალოდ მასწავლებლებისგან, ეს პირდაპირ ძალადობას გულისხმობ. ყოველ შემთხვევაში ჩემს მაგალითზე და რაც ჩემი თვალით მაქვს ნახე არ მინახავს, მაგრამ ირიბი ძალადობა, ფიზიკურ ძალადობასაც გულისხმობ, რომ ახლა კლასიდან ადამიანის გაგდება, ტელეფონის გამორთმევა, რაღაც მათ შორის პირდაპირ, ადამიანის და მოსწავლის უფლებების დარღვევა. ტელეფონის გამორთმევა საგაკვეთილო პროცესში არ არის ძალადობა. იცით, ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ხანდახან შეიძლება თუ სკოლის განაწესი ითხოვს. არ ითხოვს, მაგაში რუსეთში არ არის ეგ მოთხოვნა. ეხლა შეიძლება რამე შეცვალოს, მე როდესაც ვიყავი, არა. ხშირი შემთხვევა იყო, როდესაც სკოლის მოსწავლეს სჭირდებოდა გასვლა, რაც ურეკავდნენ, მას ხო აქვს უფლება. და მაგის გამო ხდებოდა უბრალოდ ძალადობა. თორე ახლა რა თქმა უნდა, რაღაცა გაკვეთილის დროს თუ ტელეფონში თამაშობს, ეგ ცხადია. უნდა შეიძლება რომ აიყოს და ახლა უთხრას რომ ისწავლე. რისთვის დადიხარ სკოლაში, მაგრამ მე პირდაპირ ძალადობას გულისხმობ მაგ კუთხით. და სხვა რა თქმა უნდა. ხო და ფსიქოლოგიურ ძალადობაც რა თქმა უნდა საკმაოდ გავრცელებული არის ხო რუსულ სკოლებში. და საქართველოში რა იყო შენთვის ისეთი რომ ახლა მაგარია რომ აქაო არა ეს რომ გაფიქრებინა თუ იყო ეგეთი რამ საქართველოში რომ ჩამავედი ზოგადად პირველის გამიხარდა რომ სამშობლოში დავბრუნდი და მე კიდე თერგი გამოიარე თერგი გამოიარე მაგრამ ახლა აწ უკვე დამშრალი კი იცით რა არის სხვანაირი საზოგადოება, აი კლავ მაგას უბრუნდები მუდმივად, მაგრამ ეგ არის რა, რომ სხვანაირი ხალხი ვართ, აქ პირველ რიგში კომფორტი ვიგრძენი. იქ დისკომფორტულად ვიყავი, აქ მივხვდი რა, საბოლოოდ დაცულობა მეტია, ხო, აქ, ხო, რაღაცა. კი, და მათ შორის ახლა როდესაც ჩამოვედი საქართველოში, იმის და მივხვდი რომ მაშინაც რაღაც დაძაბული ვითარება იყო, მაინც იცოდი რომ რაღაც უფლებები გაგაჩნია და შეგიძლია შენი თავი მარტივად დაიცვა კი არა და ზოგადად დაცული ხარ. ხო, ეგ გრძნობა რომ რაღაც თავდაცვაში ყოფნა არ გიწევს იყო, რუსეთთან შედარებით ახლა. მით უმეტეს უნივერსიტეტში, როდესაც ჩავაბარე, ეგ განცდა მქონდა და მე ჯერ ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლობდი, მე მობილობით გადავედი და 16 წლის ვიყავი რომ ჩამოვედი და ბავშვობიდანვე ვარ ჩართული სხვადასხვა რაღაც მოძრაობაში, საპროტესტო აქციაში მახსოვს 2019 წელს ჯერ კიდე რუსეთში რო ვიყავი, როგორ უყურებდი ლაივში ტელევიზორში გავრილოვის ღამეს და როგორ აი მეწყოდა ყველაფერი, როგორ მინდოდა რომ მან რუსთაველზე ყოფილიყავი. ამიტომაც როდესაც ჩამოვედი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობაში ვიყავი, სხვათა შორის ჩვენ ვიყავით ის სტუდენტები, რომლებაც შეძლეს რომ GPI-ის სტუდენტთა ნაწილი გაიფიცათ მეორე რუსული კანონის დროს და პირველი რუსული კანონის დროს მათ შორის მე საქართველოს უნივერსიტეტში მე ჩამოვაყალიბე სტუდენტური მოძრაობა და მოკლედ მუდმივად ვარ რაც პროცესში ჩართული და ბრძოლაში, მაგრამ ამიტომაც ეს გრძნობა რომ შენ შეგიძლია რაღაც აკეთო და შენ გააქვს მაგის საშუალება, შენ გააქვს მაგის უფლება, რა თქმა უნდა, არის. მქონდა და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი გრძნობა არის, როდესაც ამას გრძნობ. და რა თქმა უნდა, კატასტროფა, როდესაც ხვდები, რომ ის ვითარება, რომელიც დღეს საქართველოში არის, რაღაცით გაგონებს. მაგონებს არა, ორჯერ მაქვს ნანახი. ეს 2018 წელი, როდესაც ნავალნის აქციები იყო რუსეთში და ზოგადად რუსული კანონის ისტორია რუსეთში და მე კიდე აი ამ აქტიურ ფაზაში, როდესაც შევიდა რეპრესიები რუსეთში 2018 წელი იყო ნავალნის აქციების შემდგომ, მახსოვს როგორ მოვიდნენ ჩემ სკოლაში პოლიციელები და FSB-ის წარმომადგენლები და პირდაპირ
აი სხვათა შორის ტელეფონებზე რო საუბრობდით, ტელეფონებს გვართმევდნენ და უყურებდნენ ვინმეს ხომ არ აქვს გამოწერილი ნავალნის ან რაიმე სახის ოპოზიციური გვერდები. და ვინმეს თუ ქონდა პოლიციაში მიყავდათ ბავშვები, სკოლის მოსწავლე. რა თქმა უნდა, ბავშვები. და ნუ ადმინისტრაცია ხელს უწყობდა მაგ ყველაფერში, რა თქმა უნდა. და ეს არის 2020 წელი ბელორუსი, ხო? სადაც აბსოლუტურად იგივე, ანუ ერთ-ერთში ხდება ყველაფერი და მე გულწრფელად ჯერა რომ ეს უბრალოდ დაწერილი მეტოდიჩკა არის, ხო, ლუბიანკაზე დაწერილი მეტოდიჩკა არის, სადაც ერთი და იგივე სცენარით ვითარდება, რომ სამწუხაროდ ეს მუშაობს. ანუ მე სამჯერ ვუყურებ ამ სცენარს უკვე ჩემს სამშობლოში. რუსეთში უყურე, ბელორუსში და რუსეთში მოვესწარი, ანუ ხო ჩემი თვალებით ვიხილე როგორ მუშაობს სისტემა, როგორ მუშაობს რეპრესიული სისტემა. ბელორუსს ვადევნებდი ძალიან აქტიურად თვალს და იმედი მაქვს რომ არ გასამდება. საქართველოში. აი ჩვენზე არის დამოკიდებული. მაგიტომაც მეშინია, ანუ ჩვენ არ მინდა რომ გქონდეს ეს რა შეგრძნება რომ აი ვიღაცა მოვა და გვიშველის რა. აი ეს მახსენდება კაცი რომ იძირება და ღმერთს რო თხოვს მიშველეო, ხო? და ის პასუხობს ხელი გაანძრია და გადაარჩინე თავი რო პრობლემა არისო. ანუ ვერ გიშველის. მათ შორის ახლა რა თქმა უნდა დიდი წვლილი და დიდ დახმარებას გვიწევს დასავლეთი ჩვენი მეგობრები, პარტნიორები, მაგრამ შენ თუ არაფერს არ გააკეთებ, შენ თუ რაღაცას არ შეცვლი, შენ თუ სხვანაირად არ შეხედავ, მაშინ ვერავინ ვერ გიშველის, ხო? ხო, რაღაცა ესეთი ტოტალური დიქტატურის დამყარება მგონია, რომ საქართველოში გაჭირდება, არ ვიცი, შეიძლება ვწდები კიდეც. ნუ ერთხელ გაიარა ამ ქვეყანა საბჭოთა რეჟიმის სახით, მაგრამ ვიცით, რომ დღეს რაღაც მაშინ კონტექსტი სხვა იყო, მაშინ სამყარო სხვანაირი იყო, დღეს რაღაცა ბევრი რამე იცვლება. იმედი მაქვს, რომ გამოუწრებით ამ ყველაფრიდან, არ მგონია, რომ ვინმეს უნდოდეს ახლა იმ საბჭოთა წარსულში დაბრუნება. კი შეიძლება ვიღაცას თავისი ახალგაზრდობა ენატრებოდეს და აი ეს ზოგჯერ არის რომ კვლევებმა აჩვენა რომ დრო და სივრცეს ურევენ ხოლმე ადამიანები ერთმანეთში და საკუთარი ახალგაზრდობა რო ენატრება და მოწონს ამას აიდენტიფიცირებენ საბჭოთა კავშირთან, მაგრამ როგორც კი ოდნავ კონცენტრაციას გააკეთებ უკვე ხვდები რომ მაინც სხვა არის და ნებისმიერი ადამიანი კარგად იაზრებს მაგას. მოდი ჩვენი პოდკასტის ფინალურ ფაზაზე გადავიდეთ. როგორი იყო ყავის ამბავი, როგორ შემოვიდა შენ ცხოვრებაში თუ რუსეთშიც ასეთი აქტუალური იყო შენთვის? კი ბავშვობიდანვე ძალიან აქტუალური იყო, მახსოვს დილაობით რომ ვდგებოდი, იმ შეგრძნებით რომ უნდა გავიდე, ახლა გარეთ სადაც -25 არის და ერთადერთი აი რაღაც გამამხნევებელი და კარგი რაც იყო მაგ მომენტში ჩემთვის ეს ყავა იყო, ყავა ბავშვობიდანვე ძალიან მიყვარს, თან ყავა დიდად ჩემს არზე მოქმედებს, ამიტომაც საკმაოდ ხშირად ვსვავ. ამიტომაც ყავა ძალიან კარგი არის, ხო? ძალიან მიყვარს. ანუ რუსეთს და საქართველოს შორის არ შეცვლილა ყავისადმი დამოკიდებულება. არა, აქ უფრო თავისუფლად ვსვავ. იმედი ეგრე გაგრძელდება. ხო, აი აქ თავისუფლების ყავის კულტურა, ბოდი შეგაწყვეტინეთ, მაგრამ ყავის კულტურა ჩვენთან უფრო განვითარებულია ვიდრე რუსეთში და უფრო რა თქმა უნდა, სადაც ყავა იქ თავისუფლებაა. ბევრი ადგილია, სადაც შეგიძლიათ ძალიან გემრიელი და კარგი ყავა დააგემონო რუსეთში ეგრე არ არის, არ იყო. ნუ ყოველ შემთხვევაში ჩემ ქალაქში ხო განახდება, არ ვიცი, მაგრამ ეგრე არის. დიდი მადლობა ლუკა. ყავა ის თემა, რომლითაც ყოველთვის თავდება ჩვენი პოდკასტი. მინდა დაგემშვიდობოთ, ეს იყო პოდკასტი ლალისთან ყავაზე. დღეს ჩემი სტუმარი იყო ლუკა თეთრაძე და მგონია რომ საინტერესო იყო ის მის პატარა გამოცდილება, რაც ნახა, როგორც შეადარა ეს ორი სამყარო, რუსული და ქართული სამყარო და იმედი მაქვს, რომ მათ შორის ძალიან დიდი განსხვავება არის და დარჩება კიდეც.